ჩვენ კი ვაგრძელებთ, დამეთანხმებით, რომ ქრისტეს შობა სიყვარული, სინათლისა და იმედის დღესასწაულია. დღეს ამ დიდი სულიერი მნიშვნელობის თემაზე სასაუბროთ ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მოძღვარს დეკანოს იოანე ხეცურიანს ვესტუმრეთ ტაძარში და კიდევ ერთხელ სწორედ მასთან ერთად შევეცდებით ჩვენ, რომ გავიაზროთ შობის ჭეშმარიტების აზრი, მისი მნიშვნელობა ადამიანისთვის და სულიერი გზავნილი, რომელიც ამ დღესასწაულს თითოეულ ჩვენგანამდე მოაქვს. დილამშვიდობისა, მამა იოანე, მოგესალმებით. დილამშვიდობისა. პირველ რიგში და გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ასევე გილოცავთ, ვილოცავთ მთელ საქართველოს, დიდება მაღალთაშინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. ამინ. მამა იოანე, მოდით დავიწყოთ დღევანდელი დღის ერთგვარი ექსკურსით. რა მნიშვნელობისაა ის კიდევ ერთხელ რომ შეგვახსენოთ და რატომ არის რომ კაცობრიობის ისტორიაში დღევანდელი დღე ახლის და ყველაზე მნიშვნელოვანი საწყისი გახდა. დიდხანს ელოდა კაცობრიობა იმ დღეს, როდესაც უფალი დედამიწას მოევლინებოდა. ელოდა იმ იმედით, როდესაც ადამიანი მისი ცოდვის გამო დაისაჯა, სამოთხიდან განდევნილი იქნა და უფალმა იმედად აღუთქვა სიტყვები მე მოგივლენთ მხსნელს. დღეს უფალი დაიბადა არა სასახლეში, არამედ ბაგაში, რაც ნიშანია იმისა, რომ ყველა თავმდაბალი ადამიანის გულში, ვისაც ბაგასავით უბრალო აქვს გული, აუცილებლად დაიბადება უფალი ჩვენ იესო ქრისტე, რომელიც იქნება განახლება, იქნება სიხარულის, სიყვარულის საწყისი დედამიწაზე და თითოეულ ჩვენთაგანს ერთმანეთში მოგცემს პატიებას, მოგცემს მზრუნველობას და მოგცემს იმ შინაგან სიხარულს, რომელიც არსად არ იყიდება, ეს არის სულიერი სიხარული, რა დროსაც ბედნიერება იშვება და იბადება ადამიანში. მამა იოანე, სულიერი სიხარული აღნიშნეთ. როგორი უნდა იყოს თითოეული ქრისტიანის, თითოეული მართლმადიდებლის სულიერი მდგომარეობა დღევანდელ დღეს და ასევე რას ეტყვით იმ ადამიანებს, რომლებსაც დაკარგული აქვთ სიხარულის, იმედის, წმენის შეგრძნება ამ თანამედროვე ყოველდღიურობაში. უპირველეს ყოვლისა, მინდა კიდევ ერთხელ ყველა იმ ოჯახს, ვინც ტაძარშიც ვერ მოვიდა, დიდი სიყვარულით მიულოცო დღევანდელი დღე და მინდა უთხრა, რომ უფალი ჩვენ ყოველთვის ხელს გვკიდებს, ყოველთვის გვეფერება, ყოველთვის ცდილობს, რომ დაგვეხმაროს, მაგრამ ჩვენ გავართ ხოლმე იმ ბავშვებს, ცელქ ბავშვებს, რომლებიც დედა რომ ხელს მოკიდებს და ცდილობს სამშვიდობოს ატაროს და შვილი რომ ხელს აისხლიტავს და ცდილობს რომ დედას დაუსხდეს და თავის ნებაზე იაროს. ამიტომ მე მათ ვეტყვი რომ არა უშავს, თუ კი ვინმე ვერ იმარხულა, დიდი მარხვა დასრულდა, ვიცი ჩვენ, თუ კი ვინმე ვერ აღსარება თქვა, ვერ ეზიარა, მე მათ ვეტყვი რომ არასოდეს არ არის გვიანი, უფალი ჩვენ ყოველთვის გველოდება და ისინი არიან ჩვენი სამშობლოს და ჩვენი დედა ეკლესიის ანთებული სანთლები და ჩვენ დედა ეკლესია პატრიარქის წინამძღოლობით ყველას ველოდებით ხელგაშლილი, რათა ერთობლივად განვიცადოთ როგორც შობის, ასევე სხვა უდიდესი დღესასწაულების კასკადი, რომელიც წინ გველოდება ნათლისღება და ასე შემდგომ და ერთობლივად ხელი-ხელ ჩაკიდებული, ისე როგორც საქართველო და მისი წინაპრები ღმერთთან მიმოდიოდა, ისე ერთობლივად გაუყვეთ ამ ცხოვრების ბილიკებს. გაუყვეთ ამ ცხოვრების ბილიკებს და ასევე გაუყვეთ გზას და მოდით ტაძარში გადავინაცვლოთ. მინდა მოგიწვიოთ დიდი სიყვარულით. აუცილებლად მინდა გავაგრძელოთ საუბარი ტრადიციებით. ქრისტეს შობას მოგილოცავთო, ალილოდა, ალილოდა, ოცდახორსა დეკემბერსა მამა იოანესთან ერთად ჩვენ უკვე გადმოვინაცვლეთ ილია წინასწარმეტყველის ტაძარში და საუბრობდით სულიერ მდგომარეობაზე, რომელიც მნიშვნელოვანია, ბუნებრივია, რომ ვიზრუნოთ, ვიფიქროთ მის გაძლიერებაზე და მამა იოანე, აუცილებლად უნდა გკითხოთ, ალბათ ერთ-ერთი მთავარი კითხვა დღევანდელ დღეს, როგორ უნდა გავუხსნათ გულის კარი ქრისტეს? დღევანდელ დღეს უპირველეს ყოვლისა შემოდის უდიდესი სიხარული და ბედნიერება, ბეთლემში შობილი ყრმა იესოს მადლი ეფინება კაცობრიობას, ჩვენი გული უფალს უნდა გაუხსნათ თავმდაბლობითა და სიყვარულით. დღეს
ჩვენი პრობლემა, რაც არის გლობალიზაციის დროს, ეს არის, რომ ადამიანებს ერთმანეთის შექება გვიჭირს, ერთმანეთისადმი ნუგეშის მიცემა გვიჭირს. დღეს თავმდაბლობა უპირველეს ყოვლისა ჩვენში საზომად დევს, რომ ჩვენ მოყვასო ეტყვით, როდესაც ის ამა თუ იმ კარგ საქმეს გააკეთებს, აი ყოჩახ შენ რაც გააკეთე, მე ამას ვერ გავაკეთებდი. უფალი შეგეწიოს და მის გულში იწყება ის სიხარული, რომელიც სიხარულის ძალაც აძლევს მას იმ ნუგეშ, რომ ნაბიჯები გადადგას ღვთისკენ, დედა ეკლესიისკენ, სიყვარულით უნდა ვიცხოვროთ თითოეულმა ჩვენთაგანმა. რა არის სიყვარული? სიყვარული ის კი არ არის, რომ კითხვა დაესვას ესეთი, რომ მე რა მინდა. სიყვარული არის, როდესაც მოყვასის მიმართ გახარ და სვამ კითხვას რა გინდა. და აი ეს იწვევს შენში უკვე ბედნიერებას, რომ მას რომ უნდა შესთავს უარყოფ, მას ემსახურები და ხელი-ხელი ჩაკიდებული მიდიხარ ღვთისკენ. სწორედ ბაგაში შობილი იესო იყო ამის მაგალითი. ბუნებრივია მართლმადიდებლური სამყარო განსაკუთრებული სიხარულით, დიდი ზეიმით აღნიშნავს ხოლმე დღევანდელ დღეს, მაგრამ საინტერესოა თქვენ როგორ იმზადებით ხოლმე შობის დღესასწაულისთვის. როგორ მემზადებით შობის დღესასწაულისთვის? ესე იგი, უპირველეს ყოვლისა გეტყვით, რომ ეს არის ქართულ ოჯახებში, თითოეული ჩვენთაგანის ოჯახებში კიდევ ვიმეორებ, რომ თუ კი ვინმეს ოჯახი ესე არ ემზადებოდა, არაუშავს, მე მღვდელი ვარ და გეტყვით, რომ წლების წინ ჩემი ოჯახიც ვერ ემზადებოდა ესე. მომზადება როგორ? მარხვის ბოლო პერიოდია, ფუსფუსი ოჯახში, ხდება მზადება სადღესასწაულო ტრაპეზისთვის, მაგრამ არ არის განკარვებული ის გრძნობა, რომელსაც ქვია სინანული და მზადება აღსარებისთვის, მზადება ღამის 12 საათზე, რომ სადღესასწაულო ზარებს შევეგებოთ ეკლესიაში ქრისტეს შობის დღესასწაულის ზარებს, შემდგომ წირვას დავესწროთ, ვეზიაროთ და ეს სულით გამოკვებილი ბედნიერებით სავსე დავბრუნდეთ ოჯახებში და შემდგომ ჩვენს შვილებთან, ჩვენს ოჯახის წევრებთან ერთად სიხარულით განვაგრძოთ ამ დღესასწაულის აღნიშვნა. და ქრისტეშობის დღესასწაულს არაერთი ტრადიცია უკავშირდება. ერთ-ერთი მათგანი ეს არის დიდის თუ პატარასთვის გამორჩეულად საყვარელი ტრადიცია, როდესაც ყველა ოჯახში სარკმელთან შობის შემობრძანებასთან ერთად ვანთებთ ხოლმე სანთელს. ის მნიშვნელობაზეც რომ შეგვახსენოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. წლების წინ უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გასცა ეს თბილი და საოცარი ლოცვა-კურთხევა, რაც ყოველწლიურად ჩვენს ოჯახებში აღესრულება, მაგრამ ჩვენ აქ ერთი რამ უნდა აღვნიშნოთ. არც ერთი ოჯახი არ უნდა დარჩეს სახლში იმის გამო, რომ ზუსტად 12-ზე სანთელი დაანთოს, სჯობს ეკლესიაში შევხვდეთ წირვით, თუ კი დილას მივდივართ წირვაზე, მაშინ 12 საათზე სანთლით შევხვდეთ, თუ არა და შევხვდეთ ამ სადღესასწაულო ზარებით და წირვით შობას და რო დავბრუნდებით ღამის 3 საათი იქნება თუ 4 საათი, მერე დავანთოთ ეს სანთელი და მოეფინება ნათელი ჩვენს ოჯახებს. რა სიმბოლური დატვირთვა აქვს სანთლის დანთება სარკმელში? სანთლის დანთებას აქვს სიმბოლური დატვირთვა, რომ იმ სანთლის მადლით, ნათელი შუქით ვეგებებით დედამიწაზე ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის და სინათლის მოვლინებას, რომელსაც იესო ქრისტე ქვია. მამა იონე, რადგან სანთელი ვახსენეთ, სანთელს სარკმელთან ბავშვებიც დიდი სიხარულით და ენთუზიაზმით ანთებენ ხოლმე და სამადლობელად ღვთისა. კი ბატონო, და ამიტომ აქვე აუცილებლად შეგეკითხებით სწორედ ახალ თაობაზე, მომავალ თაობაზე და ბავშვებზე. მათ როგორ უნდა აუხსნათ დღევანდელი დღის მნიშვნელობა? ამ კითხვაზე ერთ საოცარ მდგომარეობას გეტყვით, რომელიც რამოდენიმე დღის წინ მოხდა. მოდის ბავშვი და მეუბნება ესეთ რაღაცას. დედა ახლავს. რატომ გვიხარია მამაო შობა? მე უთხარი, რომ იმიტომ გვიხარია ამ დღეს ვინც იშვა, მან ჩვენ გვაჩუქა სიყვარული. და ბავშვი გარბის შობლისკენ და უძახის, დედა, მე მიყვარს შობა. მე მიყვარხარ შენ, იმიტომ რომ შენი სიყვარული, რა სიტყვას ხმარობს, იმან მაჩუქა. უფალზე ამბობს ამას, რომ სიყვარული მაჩუქა იმან, შენი დედა ეუბნება, ანუ ჩვენ ბავშვებს უნდა აუხსნათ და განუმარტოთ, რომ სარწმუნოება არის სიყვარული და ახლის საწყისი და სწორედ ეს დედამიწაზე დაიწყო იესო ქრისტეს შობით და შეგვეწიოს ამ დღესასწაულის მადლი.
მამაიონი, გილოცავთ კიდევ ერთხელ დღევანდელ დღეს, ვილოცავ სრულიად საქართველოს, რა თქმა უნდა, საკმაოდ ემოციური, ამაღელვებელი ინტერვიუ გამოვიდა, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ. ვიცით, რომ ღამენათევი ხართ, საკმაოდ დატვირთული პერიოდია ეს თქვენთვის, მაგრამ მადლობა იმისთვის, რომ გამონახეთ ჩვენთვის. ხორცი დაღლილია, მაგრამ სულია განახლებული. სული არის ჩვენს სული გულებში წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა ლოცულობს სასულიერო პირი, როდესაც ტრაპეზის წინ დგას და ეს ეფინება არა მარტო მას, არამედ თელ სამრევლოს და თელ საქართველოს. გილოცავთ კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა, ჩვენ კი უნდა გავაგრძელოთ